Ჰაი, მეგობრებო, მოდი უცებ მოვემზადოთ და წავიდეთ სოფელში. დღეს სოფელში წასვლის დღეა, დადგა ჩემი საყვარელი და ნანატრი დღე. უცებ მოვემზადე, არაფერი განსაკუთრებული და გავიქეცით. აქ უკვე ვართ ბორჯომში, რამდენიმე წუთით გავჩერდით. ძალიან კარგი ჰაერი იყო, უკვე საღამოს პირი იყო, კი ხედავთ როგორი სილამაზეები შემოდის კადრში, შენობებს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა. სიმწვანე, სიხასხასე, სილამაზე, ყველაფერი რომ მოგწონს ადამიანს, თვალს რომ მოსწონს, ეს ძალიან მომწონს ეს შენობა, სასტუმროა თუ არ ვცდები. ხო და გავუდექით გზას. ეს უკვე ჩვენი სოფლის ასახვევია, განების მაღლა ავდივართ, დაგხვდნენ და წავედით საჭი. ამ ცაზე მეტად მგონი არსად არ მიყვარს, არც ერთ სოფელში, არც ერთ ქალაქში, არც ერთ ქვეყანაში ცა. ყველა ჩვენი ცა გვაქვს. მითხარით, რომ თქვენც ხედავთ ამ საოცარ გამოსახულებას, ამ საოცარ კადრებს. ხო, ცოტა არასწორ ადგილას მაქვს ამ წამს დადებული ტელეფონი, მაგრამ შეუძლებელია ის სიხასხასე, ის სიხალისე არ დაინახოთ ჩემს ახალ ტელეფონში, რასაც ვუყურებ, გიჟდები. საოცარი გამოსახულება აქვს და კბირდებით, რომ სულ სიმწვანე იქნება. სულ ჩემს ვლოგებში 2 კვირა. ადგილი, რომელზეც ვგიჟდები, ადგილი, რომელიც მიყვარს, ადგილი, რომელიც არის ჩემი ბავშვობა, ადგილი, რომელიც არის ჩემი მოზარდობა და ადგილი, რომელიც სიამოვნებით იქნებოდა თუნდაც ჩემი დაბერების წამამდე და სიცოცხლის წამამდე არის ეს ადგილი, სადაც მე გავიზარდე. ეს ადგილი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, მე არ ვიცი ვის როგორ გიყვართ თქვენი სოფელი, მაგრამ გონია რომ ყველაზე მეტად მე მიყვარს. მინდა რომ ძალიან ღრმად ვისუნთქო და შევიგრძნო ეს სასწაული სურნელი, რაც აქვს სოფელს. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიყვარს თბილისი, ეს არის ჩემი აი სულს რო კვებავს ეგეთი ადგილი, ხო და სასწაული დღევი გელოდებათ ჩემთან ერთად. ფერები, ცხრები, ქათმები, ძროხები, კვატები, ბატები, ბებო, ჩემი ნათესავები, ყველა გელოდებათ ვლოგებში. აუცილებლად. კარგია სოფელში. და იცი რა? იცი რა უნდა გითხრა? ფიშა შეიგნავს და რაჯობს მარწყვის კუნძულზე. საყვარელო. ეიტოვე რა თქო. აკი. ძალება, რადგან საბოლოო
როგორ გაფუჭებულია კაკალი. ეს გახლავთ დასაჯდომები, სადაც შეგვიძლია დავჯდეთ, ყავა დავლიოთ, სადაც როგორც და რანაირადაც გნებავთ. ეხლა აქ აღავჯდებით ხოლმე. ახლა ბაბუ არ გამოვდა, აქ არ დაჯდება, რა თქმა უნდა, ყავის დასალევად, მაგრამ მაგას სხვა დანიშნულება ქონდა, ადრე ხარ ჭინჭარი იყო აქ ვისხედი და სხვა განწყობა იყო ხოლმე. მართალია, ახლა აღარ არის და სხვა ლოკაციებზე გადავინაცვლეთ, მაგრამ ძალიან მინდოდა მეჩვენებინა აი ესეთი ადგილები, რომლებიც მრავლად არის და ვგიჟდები, ისე მიყვარს. აქ უნდა ჩავასხათ წყალი. ეს კარგად ვიცით, რისთვისაც არის, რომ ქათმებმა დალიონ, დღეს არ გამოუშვია ბებოს ქათმები, სხვაგან არიან, შესაბამისად აქ წყალი აღარ ჩავასხით. რადგან არ გვეცალა დღეს იმისათვის, რომ რაღაცა გვედევნა, ასე ვთქვათ, ქათმებისთვის. ხო და აი ესეც კი ძალიან მიყვარს. როგორ ძალიან გაფუჭებულა ხალხო, დაიცოდეთ ეს კაკალი. მე და ჩემი ნათი, რომლებიც ერთად გავიზარდეთ, ოღონდ ეს ჩემზე დიდია. მე გაგზარდეო. იმიტომ ხარ ასე კარგიო. ჰაერზე ყავის დალევა ერთი ნეტარება. სოფო ვინ არის? ჩემი ნათურის დედას. ფანკლუბი ყავს ჭიათურაში მყოლია ფანკლუბი და დიდი მადლობა. ვერ ვისწავლე ყავის დალევა ხალხო. რამდენი გზები მაქვს, სად მივდივარ? იმედია სამოთხეში ჯერ არ მივდივარ. თქვენ რა სიტყვით? ხიარი აი რა ბებო, რას არ ვიცმევ? მიკაციყო ბალი. იმხაზე. ჩარა. მე არ არა ისიყო რა ცოტა ესხა მოწონდა ჭამა მოდია ჩემო ლამაზო, რა ლამაზი ხარ. დოინჯი მე დოინჯი. კალო ლამაზი ხარ, ლამაზი. ვიდეოს გიღებ ბებო და ლამაზი ხარ. ჩვენი უბნის თვალი ხარ და სიყვარული. ჯარა ეგეთი უხარისხოს ყალმის მიგოდის არის რა ჩამოვადი შენ კლასზე. ჯაურა. მოგწონსდე? საყვარლები არიან? მე ძალიან მომკაში სინახო. თქვენ სადაბრძანებულ ხართ? ჩამოდით მანდედან. როგორია მათი? მეტიკუეთ. მოდე. ნუ გეშინია და. კარგი ბიკიკუა. ჩემთან მოდი. საათ მოდი. როგორ არიან ჩაგუნგულები? ჩაგუნგულებულები არიან და დაიღალნენ საყვარელი. ესაც დაიღლა თუ რა? ჰაი, დილამშვიდობის მეგობრებო. როგორც ხედავთ, არ ვართ ოთახში და ვართ სხვა ლოკაციაზე. ეს ყველაფერი ეწყობა TikTok-ისათვის, რომ უნდა გადავიღო ვიდეო. აქ ყველაფერი მაქვს, რაც მე მჭირდება. ხო და ნუ ეს თავისთავად რომ შევიშრო მაკიაჟი, ეს ყველაფერი ტილო მილო რასაშირო ყველაფერი აქ ჩამოვზიდე. იმისათვის რომ გამოვიყენო. ანუ ეს კაბა უნდა ჩავიცო, მაგრამ ასამაღლებლად იდეალურად გამოდგა. ხო და მოკლედ დავიწყოთ TikTok-ისათვის მზადება. ასე რომ let's go. უწარმატებული ხალხო. გამოვიყურები, ნუ ასე ჩვეულებრივად, როგორც გაიღვიძებ მოწესრიგდები, აი ეგრე. მაკიაჟი არაფერი არ მაქვს გაკეთებული. ახლა უნდა საყური არ უნდა მეკეთოს, რატომ იკეთია, მოიხსნათ ჩვენი
ყურცქვიტები და მოვემზადოთ. ასევე არც ბეჭედი არ უნდა მეკეთოს და რატომ იკეთია არ ვიცი და მოვიხსნათ ალბათ აღარ მქონდა ადგილი იმას ჩანთაში და ხელზე ავისხი. სასწაული ამინდია. უსასწაულესი ამინდია. ისეთი გულს რო გაუხარდება ეგეთი ამინდია. სახე მაგს დაჭმუჭმული, იმიტომ რომ დილის 5-ზე დავიძინეთ მე და ნათი. ენა გადავიტყავეთ, იმდენი ვილაპარაკეთ. აი გადაბძვრალი მაგ აღარ პერი აღარ მაქვს, ზედ იმდენი ვიჭურავთ. ყველაზე ბედნიერი წუთებია ჩემთვის. აი ენა ბოლოს რო ვაცნობერებ, რომ ენა აღარ მაქვს, ანუ იმდეს რო ვიჭურავით, ბებო ცოტა ადრე დაწვა შედარებით, თუმცა არ ვიცი, კარგად გვიანობამდე იყო და მე ამოასხა. ბედერები აღარ მაქვს მეძინებაო და მეთქი კარგად ბებო. დავიწყოთ ხალხო გადაღება დავიწყოთ TikTok-ისათვის. ჰაი, მოგესალმებათ თქვენი მზის ხივი. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ყავის რიტუალი, ესე იგი დავიწყოთ და გახსნილად ვაცხადებ. ყავის ტებს გაგვიმარჯოს ხალხო. ბევრი ყავა არ დავლიოთ. 4-ზე გავჩერებული ყავით მაინც. როგორც ხედავთ, სასწაული ხარისხით ვიღებ. ეს იგი მთელი ვიდეო ალბათ თქვენ გაიგებთ ხმას რა სასწაული ხარისხია, მაგრამ მომიტევე და ვარ აღფრთოვანებული. აქ მარტო არ ვარ, მთელი შტაბი ვართ შეკრებილი, ახლა მართალია ძალიან ახლოდან ვიღებ და მომსკდარი ვარ, მაგრამ აქ ვართ ბებია, ნათია, თავისი შვილით, მარიამი, ჩემი შვილი, ანუ კიდევ ვინმე ხო არ არის გოგო შეჯახებში ნახე, დანარჩენები წავიდნენ. ხო და დავრჩით, ესე იგი სოფლის მოტრფიალე საზოგადოება. გაცივდა ბებო. ქალო, გაიცივდა ბებო. სერიოზული პრობლემა გვაქვს ხურებთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვნებდებით, აი მთელი ძალით და ღონით, ამას რო უნდა კამერაში გამოსჩენა, უყურე ხან იქიდან მომივლის, ხან აქედან მომივლის. ხო, ნათი გამოგაჩინო კამერაში თუ ჯერ მაკიაჟი უნდა გაიგო. ხო, არა. მე დილიდან იმიტომ ვარ გადადღლარძული, რომ TikTok-ის რაღაცა ტრენდი ჩავწერე, გაგიზიარებთ მერე და ამიტომ 8000 რაღაც დავიდღლარძე სახეზე, თორე არც მე არ მეკდებოდა, ეხლა დამიჯერე. წამოხტი დილიდან, გადავიღე. მერე გაგიზიარებ თუ YouTube-ი არ დამიბლოკავს, არ ვიცი. ხო და აგერ ბებია კიწრუყავს ყავას. თალი საკვებით იწყებს ხოლმე დილას და რაც ჩამოვიდით ყავაზე გადავიყვანეთ დილიდან. ასე რომ ბედნიერი დღე ყველას. Shakalo. მოგიბრუნო კამერა. ჩემი გაგვიმარჯოს ყავის ტებო. ვისაჯავრებ გოგოიჩერი. გამარჯობა ბებია. მოგესალმებით. გაიხარე ჩემო საყვარელო. როგორ გძამდებით ძალიან მიყვარხართ. ძალიან უყვარხარ ჩემ აუდიტორიას ბებო. სოფელში რომ მოვდივარ. შენ სადაც არ ჩახარ, არავის აღარ უნდა ჩემი ხურება და სადაც დამინახავ კამერით, იცოდე, დადექი და მიყურე, იცოდე, გიღებ. ყველა ვარიანტში გიღებ. ყავით დავიწყეთ დილა. მშვენივრად. რა ლამაზი ხარ, ბებო, მე შენ გგავარ. მოიცადე, არ დამეთახმე? გაგვიმარჯოს, ბაბა. გაგვიმარჯოს. მოიცა არ დამეთახმა? თუ ვერ გავიგე რა მოხდა. მე შენ გგავარ, შედაირი ლამაზი ვარ თქო, დამეთანხმე? მიშველე, თავი და მომაკულევინოს. მეთახმები, აჰა, რა თქმა უნდა მეთახმები. ეს რატო არ მეთახმება, ვერ გავიგე. მეთახმები, იმიტომ რომ ამ დროს სულ გიას გავხარ. სულ გიას, ანუ მამაჩემს გავარ. ხო, ამას აქრეა უნდა ვისთან არის ბავშვი. გინდა რო აჩვენო? აჩვენე, ხო ვიცი რატოს გაქაშვერილი ეკხე. ჩემი გოგო ხარ ბებო. და ბებო? ვაფლი? მგონებ ხრამ უნდა გამოვიდა. არ შეგიწუხებია არავინ ბებო, არ ინერვიულო მაგაზე შენ მიირთვი. შეგერგოს. ქალო, შეგერგოს. მაგას ვერ ვიზიარებ და. რატომ? YouTube-დან TikTok-ზე ვერ TikTok-ზე არა შემოდი, ხო.
იგი შტატივი ვერ წამოვიღე დიდი შტატივი, იმიტომ რომ ამისი ადგილი არ მქონდა დიდი შტატივი წამომეღო, ამიტომ აი ესე ვწვალობთ. რას ვიზამთ? ერთი შტატივი უნდა ვიყიდო და დავტოვო ბებოსთან, რომ ყოველ წელს არ ვიწვალო. ამ დროს იდეაში თბილისში არ მაქვს ნორმალური შტატივი. შემდეგი გეგმა რაც არის მერე ოღონდ კარგი შტატივი, რომელიც მითხრეს, რომ Amazon-დან ჩემი ძე გამოიწ, ანუ თითქმის ყველას ეგ აქვს უკვე, რასაც ვხედავ, გავარკვიე რა და როგორ და საიდან გამოვწერო და ის უნდა გამოვწერო. აი იდეალურია მართლა ისეთია, ყველგან რო შეგიძლია თანატარო კომპაქტური ცალი და ისედაც ანუ ყველგან ძალიან კარგად შეგიძლია დააყენო რა და არა და ეგ რომ მივიტანო სახლში კიდე შტატივი, ჩემი ქმარი მომკლავს. 7 შტატივი მაქვს და არც ერთი არ ვარგავ. არაჩვეულებრივი გემო აქვს ამ დროს და რა უნდათ მე ვერ გავიგე. აი რაღა გინდა ჩვილო. არაფერი თქვენ არ მოგწოდთ. არაფრის ჭამა თქვენ არ გიდათ და მოდი კარგად იყავით. არაფრის ჭამა ბავშვებს. რას აკეთებ? მარია, მოსწონთ ახლა შენი სპირის გაყება და მაღარქნა კარგი? ბოდიში ხალხო შემთხვევით გაწია პირი. ხო და აი ახალი პური მოაქვს. არა ბებო იქ დასაჭრელია. რატო? გასულები ვიყავით და ხა მოვედით. გიშდები. ქვებზე, კენჭებზე. ყველაფერი მიყვარს. შევიდეთ სახლში, ვამისე მტკივა ფეხები. ძალიან დავიღალე. ჩოყრელი ყარიბი. მოდიდეთ ხო. როისაც ხვეწნა არ გჭირდება, აგერ ვართ. ამ ჭიქის ისტორიას აუცილებლად თავიდან გაგიზიარებთ სხვა დროს. ხალხო ჰაერზე ჭამას სხვა გემო აქვს. სხვა ბედნიერება მოაქვს, ხისთვის არ ვიცი, მაგრამ ჰაერზე გიჟდები. შემიძლია რა ვიცი, წყლითაც გავწუ, აქ წყალიც სხვანაირია. გაუმარჯოს სოფელს. ავავსოთ წყალი. ხალხო, ამხელა კაკალია და საერთოდ არის ხავს. ჯერ ხო ახლა მაგარი გაფუჭებულია, ანახეთ რა მხელა. მაგრამ, ანუ, წყალს რა ვიცი, მგონი არც ასხია, რა ვერ ხედავ ვერაფერს. მგონი არც ასხია კი. არა ასხია არაფერს. მოდით, მივირთვათ. მე მწიფე ხილი იცით რომ არ მიყვარს, ხო და რაც მყუხია ის მივირთვათ. სული. უნდა არ ურეცხავთ. მეორეც. ფანტასტიკურია. რაც მჟავია ყველაფერი მიყვარს. ქათმების ხათრით. მე ერთი საყვარა. დავრი ქათმები. Hello, Dachi. რა იყო ფილო? Das Ganze. მოდით აქ, მოდით. მოდი საყვარლებო, მოდით. ყოჩაღ, მე გავეტყვი ჩვენს გამომწერებს და რომ კარგად მიირთ. მიდი. ცოტა კიდევ და. მიდი. როგორ ვიყო ფილო? აი ეგრე, აი. მიირთვიდე. Malito. 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 კიდევ ცოტა დაგთხო.
ვაიმე, შვილო, გამგუდებ. აი, გამგუდებ და აი, კუიდან ვარ გადა. გოგოტროცები ერთი. ჩქარა დეგთხო რა მალე ცოტა. ყოჩხ. ვაიმე რა კარგი შვილი ხარდე და რა კარგი შვილი ხარდე. ყოჩხ. ტაში მარიკოს. დავხვიჭა? აი რადი. ეს დავხვიჭა. რა ლამაზი თვალები გაგდე? დაჯექიდე? რატო საყვარელო? დავიძი მთალიც და აი ვზივარ და ფეხი მეწყინა. კაი. ვანცა. შენ მისმენ ყოველ დღე აი სულ არ მისმენენ. ეს გავხარდე თიკო. გაუმარჯო ჩემს საყვარელობიანს. გეხვეწები ცოტა. ნახეთ როგორი კარგი ამინდი გვაქვს, აი ფანტასტიკური. საყვარელი ღრუბელია. საძი ხარდე? ეს იყო სანაყი მეგობრებო. და გადმოდი მან დედან. მოდი ამოხტი. რასტა ფილოსფერი მოგიწყოთ. ვაუ, შვილო. დააჩრას მიერთმევ. ბარ. როგორი ნაგებობა ხალხო და როგორ შეიძლება ასეთ მემკვიდრეობის ძეგლს არ ყავდეს პატრონი? ანუ ვერ ვხვდები. ეს ბარნისის ვინ დააგდო ახლა ნახე რა სუსავ. ამას უყურეთ ახლა რა სუსავ. მარიამ, ეს ვინ დააგდეთ ძირს? ძირს ვინ დააგდეთ? გადააგდე საყვარელი. მე მახსოვს გოგოებო შაშან გზად გაიარეს ორმა ქალბატონმა და გაოგნებულები იყვნენ, აი გაოცებულები, აღფრთოვანებულები დარჩნენ, რომ მოვუყევით ბევრი რამ აუხსენით, რომ ამის ქვემოთ ხალხი ჩვეულებრივად ცხოვრობდა, მაგრამ ახლა ზოგს უკვე მარნებათ აქვს, ზოგს იმათ, ზოგს ამას, მაგრამ ზოგს ჩვეულებრივად ისევ საცხოვრებლად აქვს. გაოცებულები იყვნენ, ანუ რანაირი ნაგებობაო და ძალიან წყდება გული, რომ პატრონი არ ყავს. მე ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დეტალურად გადავიღებ, აუცილებლად ყველაფერს, სადაც თქვა საფრთხე არ არის და ჩამონგრევის და ასე შემდეგ ყველა დეტალს აუცილებლად გაჩვენებთ. თუმცა ეხლა რაღაც ადგილი დაზიანებულია ძალიან და აი იმ ნაგებობას გაჩვენებთ როგორი იყო. ჩემემა იცით ვინ ძოლები ხართ ახლა. მებოდიალობ. საერთოდ მებოდიალობ. მოკლედ ეს ადგილი ამის ქვემოთ ხალხო იმ სიღრმე არის, ეს კი არა, იმ სიღრმეა. აქ ვერ ჩავალთ, უკვე საშიშია ეს ადგილი. ნახეთ როგორი კარი აქვს. შიგნით ჩადიხარ და დიდი ტერიტორიაა. მეშინია შესაძლოა ამ წამს არ ჩამოინგრეს, თუმცა საშიშია. და ჭერი აქვს საოცარი ნაგებობა, ანუ ძველი ვიდეო მიდევს, არ ვიცი ხარ რამდენად მოუძებნი რომ ხელახლა დავდო, როგორი წყობა აქვს, გაგიჟდებით, ანუ ეს ხალხი გადაირია რო ნახეს, აი არ ვიცი როგორ ამას პატრონი არ ყავდესო. როგორც ხვდებით, ამ ყველაფრის შენარჩუნებას უნდა ძალიან დიდი თანხები და ამას ეძახიან ერდოებს. ერდოებს ეძახიან. აქვს ხდებოდით ხოლმე სულ ქვებზე და ამისი იქით სიღრმეა რაღაცა სასწაული. ეხლა გაჩვენებთ ჩამონგრეულს, ნახეთ. დაახლოებით მიხვდებით როგორი ნაგებობაა, ყოველ შემთხვევაში მთლიანი რა საოცარი ნაგებობა იმას ვერ ნახავთ, უბრალოდ რაღაცა გარე მონაკვეთს ნახავთ. ნახეთ, როგორი სამწუხაროა, აი გული მეკუმშება, სრულიად სიტყვის მნიშვნელობით, მაგრამ რას ვიზამთ, ამის შენარჩუნება არის ძალიან რთული. ყველაფერს ვაკეთებთ, ყველაფერს ვცდილობთ, მე ვაახლებთ ხოლმე, რომელიც ჩამონგრეულია თავიდან ახალი მორებით, მიწით, იმით, ამით. თუმცა ძალიან რთულია, მაინც რაღაცა ყველა მონაკვეთში აქეთ-იქით ინგრევა და ეს არ ხდება მარტო ამ ტერიტორიაზე ხალხო. სასწაული ადგილები აქ. აგერ პირდაპირ ჩამონგრეულია, აქ სულ ესეთი ნაგებობებია.
ყველაფერს ნელ-ნელა ეტაპობრივად აუცილებად გაჩვენებთ. ნახეთ რა მხელა ლუდებია. ნახეთ. მარიკო, რატო არ დაასრულედე? ნათი. დამისვი რამდენიმე კითხვა, რადგან ხალხო წამოგორების წამები გვაქვს, დაიწყე რამდენიმე კითხვა, რა შენ გინდა. დედა რა კადრია ღმერთო. მომსკვდარი. რა შენ გინდა, შეგიძლია მკითხო რამდენიმე. არ ვიცი რა შემეკითხება, მაგრამ დაველოდოთ. უფლება გაქვს რამდენიმე კითხვა დაუსვა თვით იმას გაქვია გვანცას. წავიდა. ბატონო. დოდონა. ხმამაღლა ცოტა რომ ამათაც გაიგონ, თორემ რამდენად საინტერესოა ხო. შენთვის ირადად. როცა უარყოფით კომენტარებს გიწერენ. საინტერესოა შენთვის იმათი აზრი, თუ უბრალოდ გააღიზიანებს და ცდილობ დააიგნორო, არ გაამახვილო ყურადღება. ნახე როგორ არის თუ პირობითად ვარ ცუდ ხასიათზე და არა მეხდება ისეთი რაც მასევდიანებს იმ მომენტში და პლუს დაერთო უარყოფითი კომენტარი. ოღონდ ნახე უარყოფითი კომენტარი რამდენიმენაირად შეგვიძლია დავყოთ თუ ეს არის ლანძღვა მაგ დროს წყობიდან გამოვდივართ ან თუ მე ცუდ ხასიათზე დავემთხვიე. თუ არის ლანძღვა თუ არის უარყოფითი კომენტარი, მაგრამ არის ცოტა ისეთი ლანძღვას მოკლებული, ამას გავიგებ და იუმორით ვუპასუხებ. ანუ მაგას აქვს მნიშვნელობა რა. უარყოფითის აზრი რასაც ქვია, რო გითხრა მაინტერესებს, არა, უბრალოდ ლანძღვა არ მსიამოვნებს, თორე ხალხი ვისთვისაც რაღაცა ის ვარ კატასტროფა, ხა მაგათი აზრი როგორ უნდა მაინტერესებდეს. რეალურად. საღი აზრი მისაღებია, მოსაზრება რჩევა მისაღებია, ლანძღვა მიუღებელი. შემდეგი. იცით რატომ გეკითხები მაგას თვითონსო? იმიტომ რომ არსებობს ვიდეოები, რომლებიც ნებისმიერი რა, რომ შეიძლება შენ ძალიან მოგწონს, ხო. ძალიან, მაგრამ აი რაღაცნაირად იყოს დამღლელი საყურებლად. ხო. და რას ფიქრობ შენ, როგორი ვიდეოები უფრო საყურებადია, მოკლე თუ გრძელი ვიდეოები? გრძელი დიდი ვიდეოები რა? ნახე, გააჩნია რომელ პლატფორმაზე. თუ ჩვენ საუბრობთ TikTok-ზე, TikTok-ის პრინციპში უფრო არის მოკლე ვერსიები. თუმცა TikTok-ზეც უკვე ძალიან ბევრმა დაიწყო მინი ვლოგები, რომელიც არის 8 წუთიანი, 9 წუთიანი და ესე რა. YouTube-ზე მე თვითონ პატარა ვიდეოები არ მომწონს, ეხა 5 წუთიანი, 4 წუთიანი. გააჩნია თუ თქვა დადებული გაქვს უკვე რაღაც მონაკვეთსდებ, გასაგებია, მაგრამ ხა მუდმივად რაღაცა ყოველდღიურად 4 წუთიანს როდებ, მოსაბეზრებელია. მგონია რომ YouTube-ზე დიდი ვიდეოები უნდა იყოს. ნუ ეხა რო ზოგადად ესეა, YouTube-ზე უფრო რაღაცა ფართოდ იშლება ეს ყველაფერი ვიდრე TikTok-ზე. ყველას თავის მაყურებელი ყავს რა. და ბოლო კითხვა. პერსონაჟები. ხო. აი შუშანა. მეზობლები, დედამთილი. ხო. ეს ვინმეს რეალური ცხოვრებიდან არის აღებული თუ შენი ფანტაზიის? არა, ეს არის სრულად ჩემი ფანტაზია, მაგრამ რეალურად რო დავფიქრდეთ, ესეთი ადამიანები ხო არსებობენ. აი შუშანა მაგალითად, რომელიც თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ რაღაცა დოდონასთან ურთიერთობა ხო აქვს თავისი, ხო? მაგრამ ღლის ეს დოდონას რა. გავკითხოთ ბავშვებს მაკარონი გავკითხოთ. ვის გიყვართ ჭადი, რომელიც დიდ ქვაფში ბევრზე ჩიკეთდება. გიშდები. შემიძლია რომ, ანუ ყოლის გარეშე მივირთვა ამ კონკრეტულ დიდ ქვაფებში გამომცხვარს, საერთოდ არ ჭირდება ყველი. ესეთ გემრიელია. ერთი ვერ ვკითხე როგორ ზელენ.
საერთოდ სულ სხვანაირია. ძალიან ფაფუკია. აი მე ხალხო, რაც მე ამით მირბენია ბავშვობაში. და მე სუსხავს თავპირი, ჩემიც და სხვისიც. საოცარი ბავშვი ყოფილ ვარ. შიშად ყოფილ ხარ აქ. ბაჭაჭუნა. სულ 100-ია, 2 4 ალბათ 8 მაქსიმუმ. ოღონდ ის მჟავე ხელით ხომ მივირთვის სხვანაირი მჟავე იყო ეს. გაუგებრად მჟავე. მე ვგიჟდები ამ შინდის ხეზე და ეხლა რატო? ნახეთ. ეს ხوار გადმოფენილი. და რეალურად გოგოებო მივძუნძულობთ და ნახეთ. რაღაცა ყავის მოსაჯდომი ადგილია. აი აქ. ასე და სულ გადმოხურული გვაქვს მთელი ხე, ანუ აქ მზემ შემაწუხა რამე, მაგრამ ჩამოიტანე, დაიძგი, ყავა, აქ არის აბსოლუტური ნეტარება. ხო, ეს კამები TikTok-ისთვის ვიდეო ჩავწერე. ეხლა ჩამოვიდა, ბარე მავიტან. მაგრამ ეს ძალიან მიყვარს ეს შინდი და დაბლა გვაქვს კიდევ ერთი შინდი. ეს უფრო ხდება ბუქია და ეს დიდად ისე არ არის, აი რა ვთქვა, დედა გადამწიფდა და არიქა ვეტაკოთ. მაგრამ აი ის დაბლა რო გვაქვს. ეს რაღაცა უფრო სხვანაირია. აქ სადღაც ალუბალს წავაწყდი ერთ წელს. მოდი დავაგემოვნოთ. ცოტა ტკბილია. შედარებით. მოდი ერთის კამი ჩვენ წავიღო. მეორეზე გამოვაგზავნი ბიჭებს. წავიდეთ. დღეს გაქვთ სრული სიმწვანე. ვლოგში სრულად სიმწვანეში ხართ ჩაფლულები. მე აუცილებლად უნდა გაჩვენოთ ბებოს ჩაციკციკებული ბოსტანი. და ბებო გახლავთ 87 წლის. ეხლა იქით ვერ გავალ, მე დრო არ მაქვს. და გპირდებით რომ აუცილებლად გაჩვენებთ. ასევე ეს დგას. ჩვენ აქ აღარ ჩამოვდივართ. სახშივია საპირფარეშო, თუმცა თუ დაგჭირდა რა თქმა უნდა ფუნქციონირებ და რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს ჩემი ბავშვობის კი არა, დიდობის ერთ-ერთი ესეთი იყო. შენთვის რო შეიყუჟები და ფიქრობ და ახლავით ეგ ადგილი იყო მგონი ყველასთვის. და ისე იყო რა. ბოსტანში სიმწვანე, ეს ჰაერი გიბერავდა. ხო და ჩამოვდიოდი ხოლმე და რაღაცერად ჩემთვის აქ ქვაზე ვიჯექი, შემთხვევით ვიჯექი ხალხო. ქვაზე ვიჯექი ხოლმე და აი აქ ფიქრობდი ხოლმე აქეთ მხარეს ქვაზე და ძალიან ბევრი მოგონებები მაქვს, ძალიან აქ ჩამოვიდოდი ხოლმე ხან რაც გაკეთება რო არ მინდოდა საკეთებაში ჩავკეტავდი პატარა რო ვიყავი და მეძახნე გვანცა გასასული ვიყავი. ეხა ვითომ საკეთებაში ვერ მომაგნებდნენ. ხო და ეს ფიცრულები ხო აქვს ისინი დანაყოფები და ესე დავდგებოდი და ესე ვითვლდი 1 2 3 ანუ რატო კაცმა არ იცის, მაგრამ მალიტო რითი ხარ დაღლილი დე? რამ დაგღალა დე საყვარელო? მოდი